მე მინდა გითხრათ ფუტკრის კვებაზე გადავიდე ახლა ამაზე და მართალია ჩვენ მარტის თვეში რომ მივიდეთ უკვე მარტის თვეში უკვე კარგად დაწყებულია კვერცხისდება არის პატარ-პატარა ბაწყისუბნები გადაბეჭდილი თანდათანობით დედა უმატებს კვერცხისდებას დედას თუ არ ეგულება მომვლელი ფუტკრები ის კვერცხისდებას არ მოუმატებს იმიტომ რომ ის ინსტინქტით გრძნობს რომ ფუტკარი არ არის მომრავლებული ისეთი რაოდენობით რომ ხო გაგიგიათ რომ ჩვენი დედა ფუტკარი დღე-ღამეში 1500-2000 კვერცხს ეს ღალიანობა თუ ეს გაზაფხულს არ ეკუთვნის ეს ციფრული მონაცემები გამიგე, მაგრამ გაზაფხულზე ნელ-ნელა იწყებს განვითარებას. ნელ-ნელა იწყებს, მაგრამ მაგ დაინტერესდებით კი, მაგრამ ბარტყი რო გაიზარდოს, ბარტყს ხო ძიძაფუტკრები უვლიან. ამ დროს იანვარ-დეკემბერში ხო არ იქნება ძიძაფუტკარი, მათ უკვე ძიძაფუტკრების 18 დღე დიდი ხანია უკვე დაივიწყეს, ხო სწორია. მაგრამ რა ხდება ეს? რა ხდება და როდესაც შემოდგომაზე დაიბადება ფუტკრები და მათმა არ შეასრულეს ძიძაობის ფუნქცია, იმიტომ რომ კვერცხისდება უკვე შეწყვეტილი ყავდა დედა ფუტკარს, აი ამ ძიძა ფუტკრებს ეს ფუნქცია შენახული აქვს, გაიგე და აი ადრე გაზაფხულზე თებერვალი იქნება თუ იანვარი იქნება, რომ დაიწყება დედის მიერ კვერცხისდება, აი ვინ უნდა მოემსახუროს, აი ზუსტად აი იმ თაობამ, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო შემოდგომაზე დაბადებულებების მხედველობაში ძიძაობის ფუნქცია, იმიტომ რომ ბუნებამ ეს ფუნქცია შეუნახა და აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ ყოველთვის იბადება კითხვა, კი, მაგრამ ცვილის გამოყოფა სხვა ადგილი არ იქნება, ცვილის გამოყოფას ხო აქტიური ღალიანობა უნდა, რომ გაღიზიანდეს საცვილე ჯირკვლები და იმან გამოჟონოს ცვილი, ხო? და სარკეებზე და მერე ფუტკარმა უნდა თავის ფეხებზე მოწყობილი ჯაგრისით უნდა აფხიკოს ეს ქერცლები, მერე უნდა დაასველოს ნერვში და მშენებლობა უნდა დაიწყოს. ამას ფუტკარი მაგ პერიოდში ვეღარ აკეთებს, იმიტომ რომ არ არის ისეთნაირად ბუნებიდან შემოსული პროდუქცია, რომ გაღიზიანდეს და იმან სანთელი გამოყოს. მაშინ რითი ბეჭდავს ფუტკარი ამ ახლად გაჩენილ ბაწყს. აი როგორც ჩამოფხნილი რო არის ამაში, აი გარეულია ფუტკარი და აი იმ ფუტკრები აიღებენ აი ამ იმას რა ქვია სანთელს და იმითი ბეჭდავენ. ამიტომ არის რომ ყოველთვის იანვარში გაჩენილი ოჯახში გაჩნდება ბაწყი, თეთრი კი არ არის გადაბეჭდილი, მორუხოფერის სანთელია. მორუხოფერისა რატო? იმიტომ რომ ის უკვე გადაბეჭდილი სახურავი რომ მოხსნა, იმას ფერი ჰქონდა ცოტა უკვე გამუქებული, გამიგეთ და ძველი და ამიტომაც მიდის უკვე კვერცხისდება და თან ემატება. ამასობაში ოჯახი ძლიერდება, მოასწრებს ახალი თაობა გამოსვლას. ახალი თაობა რო გამოვა, ის ხო პირველ რიგში ძიძაფუტკარია. აი ძიძაფუტკარი არის უკვე აქტიური ცხოვრება, აქედან იწყება ახლა დაბადებულებისა. მართალია ისინი შემოდგომაზე დაბადებული ფუტკრები, რომლებმაც ძიძაობა ვერ შეასრულა ამ ფუნქციას, ასრულებენ ადრე გაზაფხულზე, მაგრამ ისეთი ინტენსიურად კი არა, როგორც გაზაფხულის ფუტკრები, მაგრამ ბუნება მაინც არ ტოვებს ისიც ახალ გაჩენილ ბაწყს უყურადღებოდ და ზუსტად იმიტომაც დებს ფუტკარი იანვარში თუ დეკემბერი იქნება თუ თებერვალში ცოტა რაოდენობის კვერცხს, რომლის იმედიც აქვს, რომ იქ არსებული ძიძაფუტკრები მოუვლიან ამას, გამიგეთ? მე თანდათანობით იზრდება კვერცხის მდებლობა და ჩვენ ველოდებით უკვე მარტის ბოლო აპრილს, ხო? მანამდესაც არის, ხო, თხილი მაგალითად იანვარში ყავს, ბევრი მცენარეებია ისეთი ენძელა ყვავილის მტვერია ქალბატონო და ყვავილის მტვერი რო შემოკვტვერი არის მდიდარი საკვები და ის ჭირდება ზუსტად ბარტყის გამოსდას და თვითონ ფუტკარსაც ჭირდება, რა თქმა უნდა. არის სხვადასხვა მცენარეები, რომლებიც ამ პერიოდში ჩნდებიან ნელ-ნელა და მე მასიური ხასიათი აქვს უკვე დანარჩენი ხეხილის ბაღი რო აყვავდება და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ოჯახის განვითარება ხდება თანდათანობით. კიდევ ლაპარაკობ, ოჯახის სიძლიერე დამოკიდებული არის კაში არსებული ფუტკრის რაოდენობიდან გამომდინარე. ეს იგი ფუტკარის დედა მაშინ მოუმატებს კვერცხის ჯანსაღია და ნამდვილად პროდუქტიული დედა, როდესაც ეგულება მომვლელი ფუტკარი. ეხლა ჩვენ გვინდა რომ გავაღიზიანოთ ფუტკარი. სიტყვა გაღიზიანება ხშირად არის ნახსენები და სინამდვილეში გაღიზიანება კი არ არის. ეს არის მასტიმულირებელი კვება. მასტიმულირებელი კვება, ეს იგი სტიმულს აძლევს ფუტკრის ოჯახს, რომ განვითარდეს, დედა ფუტკარს, რომ მეტი რაოდენობის კვერცხი დადოს. განა იმიტომ, რომ დედა ღებულობს ამ სეროფს, დედა არასოდეს სეროფს არ აჭამს. დედა ყოველთვის ღებულობს თაფლს და ამ თაფლით საზრდობს, მაგრამ ამ სეროფს ვინ მიიღებს მუშა ფუტკრები, რომლებიც ამ სეროფის გადამუშავების პროცესში ამოქმედებენ თავის ორგანიზმში არსებულ ჯირკვლოვან სისტემას. ისინი გამოყოფენ ძისმაგვარ ნივთიერებებს და როდესაც ძისმაგვარ ნივთიერები გამოიყოფა ზედა
ყბის და ქვედაყბის ჯირკვლების მიერ არა სეკრეტთან ერთად არა მაშინ უკვე იწყება დედის მიერ კვერცხის დების მომატება. რატომ? იმიტომ ეს ზე ხომ უნდა დახარჯოს ფუტკარმა ბარტყის გამოსაკობად ეს ზე უნდა ჩაუსხას დედას პირში, რომელიც სტიმულს აძლევს დედას რომ კვერცხის დება მოუმატოს. გამიგეთ? აი ამიტომ უნდა ჩვენ მიზნობრივად ჩავატაროთ მასტიმულირებელი კვება. როდის იანვარში არავითარ შემთხვევაში, თებერვალში არავითარ შემთხვევაში. რატომ არავითარ შემთხვევაში? რა იანვარში არ არის თვილი, ამიტომ რომ მივცეთ რა მოუვა ფუტკარს, ხო? ისა ქვია, ხო აიღებს ფუტკარს, არ შეიძლება და რატომ არ შეიძლება? იანვრიდან პროდუქტიულ ფრენამდე, პროდუქტიულ შემოდის აპრილის ბოლოს, მაისის ბოლოს, ხო? იქამდე ფუტკარი ინახავს აი ამ კონდიციაში თავის ენერგიას, რომ მაგალითად პროდუქტიული ფრენა აწარმოოს და შენ თუ იანვარში მაგას შენ დააკარდინე ენერგია ამ თაფლის შაქრის სიროპის გადამუშავებაში და უკვე ფიზიოლოგიურად გაცვითე, ეგენი ხომ დიდხანს ვერ იცოცხლებენ, ჩვენ ხო გავიარეთ ეს კურსი, რომ ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებული არის მათ ენერგიის ხარჯვაზე. თუ მაგალითად დიდ ენერგიას ხარჯავს ფუტკარი, როგორც არის გაზაფხულზე, ამიტომაც თქვენ ნახევარს ცოცხლობენ. აქტიურ სეზონში 3-4 ნახევარ-3 თვემდე გრძელდება მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა და თქვენ თუ ეხლა იანვარში, დეკემბერში თუნდაც კარგი ამინდი იყოს, ბუნებას ხო ვერ გააცოცხლებ, ამ სცენარის ხო ვერ ააყვავებ, რომ ეს გაღიზიანებული ფუტკარი, ანუ სტიმულირებული ფუტკარი გარეთ გამოვიდეს და რაღაცა აიღოს ნექტარი და ფუტკარი შეიტანოს სკაში და სკაში არსებულ ფუტკარს გადაამუშავებინოს ის და რამაც უნდა გამოიწვიოს სტიმულირება, ხო, კვერცხის დებისა. ამიტომაც არ შეიძლება მაგის გაკეთება, რაც გამოიწვევს, იცით, თქვენ იანვარში, დეკემბერში, თუნდაც თებერვალში, რო კვერცხის დებას მოამატებინოთ, ეს ფუტკრები, რომლებიც გათვლილია, რომ მარტის თვემდე უნდა იცოცხლოს და აპრილის თვემდე, თქვენ იმას ენერგიას დაახარჯინებთ და რა გამოვა, იცით? გამოვა ის, რომ ეს ფუტკარი გაცვდება და დაიხოცება და ბარტყის მოვლილი დარჩება, მაგრამ თუ ძალიან ძლიერი ფუტკრის ოჯახია, როგორც აი მიმდინარე წლის გაზაფხული იყო, თუ ძალიან ძლიერი ფუტკრის ოჯახია და იმან მოასწრო, რომ ერთი თაობა მაინც დაბადებულიყო, რომ ოჯახში დაგროვებულიყო ახალი ძიძა ფუტკრების რაოდენობა, ეგეთები გადარჩებიან, მაგრამ სუსტი ოჯახებად ჩამოყალიბდებიან. ამიტომ ჩვენ რა უნდა ვქნათ, უნდა გამოვიანგარიშოთ. როდის არის მოსალოდნელი ახლოს ჩვენ სამოქმედო ფრენის აქტიური ფრენის არეალში ყვავილობა პროდუქტული მცენარისა. მაგალითად ავიღოთ ისევე აკაცია ავიღოთ. ეხლა მაგ პერიოდში აკაციები ბევრი ხეხილი ყვავილის, ხილი ყვავის, მაგრამ ესენი ხო ძალიან ცოტა რაოდენობით გამოყოფენ ნექტარს და ეს ნექტარი არ ყოფნის, რომ პროდუქციაში გარდაქმნან და ამიტომ ეს იხარჯება ოჯახის განვითარებაზე. და ეს არის ზუსტად რომ ესეთ პატარ-პატარა კვება ოჯახს ანვითარებს, მაგრამ ჩვენ ხო არ გვაკმაყოფილებს, ჩვენ გინდა რომ დავაჩქაროთ, ხო, ოჯახის განვითარება. ამიტომ რას ვაკეთებთ? გამოვიანგარიშებთ. მაგალითად, აკაციის ყვავილი, რომ იყოს აპრილის მეორე ნახევარში, ან და მაისის დასაწყისში, იქიდან უნდა ავითვალოთ უკან მოსვლით. 40-45 დღით ადრე უნდა დავიწყოთ მასტიმულირებელი კვება. რატომ 40 დღით? იმიტომ რომ დედა რო დაიწყებს კვერცხის დების მატებას, იქიდან რომ დაიბადოს მუშა ფუტკარი სჭირდება 21 დღე. მაგრამ 21 დღის შემდეგ დაბადებული მუშა ფუტკრები ძიძაობას იწყებენ და მათი ძიძაობა გრძელდება 18 დღე. 21-18 მიუმატოთ, თითქმის 40 დღეა. მაგრამ 5 დღე მაინც მე დავუმატე ეს ლიტერატურაში ყოველთვის არის 40 და 40-45 დღით ადრე. ხანდახან ხომ არის რომ იგვიანებს ყვავილობა ან რაღაცა ცუდი ამინდი იყოს არ რაღაცა სიტყვაზე და მაშინ უკვე თქვენ ადგებით და 45 დღით ჩაეტევა. ეს გადახრა 5 დღეს არ შეუშლის დღეს, რომ დაგროვდება ბევრი მუშა ფუტკრები უკვე, გადავლენ უკვე ძიძა ფუტკრის ზღვარსაც გადააბიჯებენ და სულ მოღალე ფუტკრით აივსებას კახოსორია და მაშინ ყვავის უკვე აკაცია და ეს ფუტკარი სუმთლიანად წავადან მოიტანს პროდუქციას და უდანაკარგოთ რა, ძალიან ბევრი პროდუქცია იქნება. ეხლა რას როგორ ვაძლევთ ფუტკარს გამაღიზიანებელ, ანუ მასტიმულირებელ. ეს დამკვიდრდა ჩვენს ტერმინოლოგიაში გამაღიზიანებელ. გამაღიზიანებელ სიტყვას რომ ხმარობ, ეს პათოლოგიური ტერმინია. რატომ უნდა გააღიზიანო ფუტკარი? პირიქით უნდა შეუწყო რომ შვიდად იყოს და კარგად იყოს, მაგრამ აქ ეგ არ არის ჩადებული ეგ აზრი. ვითომ აი ფუტკარი აგავა აქტიურეთ რა სეროფის მიცემით და
ამ აქტიურობამ, რა თქმა უნდა, გამოიწვია დედაში დიდი რაოდენობით კვერცხის დების გამოყოფის პრობლემა. რატო იცით? ამას რა უსწრებდა კი აი მარტის თვეში ის რა ქვია დაბადებულ ფუტკარს უსწრებდა ის რომ მთელი იანვარი, თებერვალი, მარტი თვეს ფუტკარი დებდა კვერცხს და თანდათანობით რაოდენობრივად იზრდებოდა. გამიგეთ და ამან უკვე რაოდენობრივად გაზრდილ ოჯახში რომ ფუტკარი მეტია, მისცა საშუალება რომ უფრო მეტი კვერცხი დაიდო, იმიტომ დედას ეგულება უკვე მომვლელი ფუტკრების რაოდენობა და აი ეს იწევს ხოლმე მარტის თვეში ჩატარებული კვება, რომ აპრილის ბოლოს რომ არ მიხვიდეთ და ნახოთ გაგიკვირდებათ თქვენის რომ დაგენანათ, რომ დაინახეთ 7-8 კილოგრამი თაფლი მარტის თვეში აუთვისებელი იყო, იქიდან ერთი წვეთიც კი აღარ არის დარჩენილი, არც ძველი თაფლი და არც ახალი შემოტანილი დამატებული. ეს საწავიდა ეს ამდენი წავიდა იმაში, რომ ახლა დადებული თაობის გამოსაზრდელად დახარჯა ფუტკარმა. გამიგე და ამიტომ არაფერი შიგნით აღარ დარჩა. ეხლა ეს მე რატომ ვთქვი, იცით? მე ვარ დაავადების სპეციალისტი, რომელიც ვკრძალავ საფუტკრეებში ანტიბიოტიკების გამოყენებას აქტიურ სეზონში. რატომ? იმიტომ რომ არ მოხდეს სერობთან ერთად ანტიბიოტიკების გადასვლა პროდუქციაში და პროდუქციის დაბინძურება უნდა მოხდეს. მაგრამ დაბინძურებას ვეძახით, იმიტომ ხო ხედავთ რა აჟიოტაჟია ტელევიზიაში ანტიბიოტიკების არასწორ გამოყენებას, გვერდითი მოვლენები მოძდეს, იმიტომ რომ ეგ ავტომატივით არის ანტიბიოტიკი და ხოცავს როგორც სასარგებლოს, ისე მავნე ბაქტერიებსაც. ამიტომაც ჩვენ ვკრძალავთ იმაში და მაშინ დაიბადება ხოლმე აუდიტორიაში მწვიში შეკითხვა. კი, მაგრამ ქალბატონებია, თქვენ მაგალითად კრძალავთ სეზონზე, აქტიურ სეზონში ანტიბიოტიკების გამოყენებას და აგერ ეხლა რაც მე უნდა ვთქვა, აი იმაზე მე დავებიან, რომ რატომ მე დავებიან, კითხვას მისვავენ, რატომ უნდა შეურიოთ ადრე გაზაფხულზე მასტიმულირებელი კვების დროს ანტიბიოტიკი. ეხლა რა შეესაქმე? ჩვენ ხომ მაინც ვაძლიერებთ ფუტკრის ოჯახებს, ხო სწორია? და უკეთებთ ვაძლევთ სერობს ერთი-ერთზე გაკეთებულს. რატომ ერთი-ერთზე გაკეთებულს? იმიტომ რომ ყველა პროდუქტიული მცენარეში შაქრების რაოდენობა 40-დან 60%-მდე ვარირებს. გამიგე ფუტკარს ეგეთი მცენარე მოსწონს, იმიტომ რომ აქ ხდება ზუსტად აქტიური ფრენა, შემოტანილი ნექტრის გადამუშავება და სხვა. ამიტომაც ჩვენ როდესაც ერთი-ერთზე ვამბობთ, იქვე იბადება, რატომ არ შეიძლება რომ ორი-ერთზე მივცეთ, ორი წილი შაქარი არა, შაქარი შვიდაში ვჭირდება, ჩვენ ხომ მშიერი არ არის ფუტკარი, ქვეყნის სამარაგო თაფლია და მაგიტომ კი არ ვაძლევთ, ის არის მზადზარეული გადამუშავებული პროდუქტი, თაფლს უახლოვდება, ის ხო ისეთ გამაღიზიანებელ როლს არ ითამაშებს მასტიმულირებელს, როგორც არის ერთი-ერთზე მომზადებული, ბევრი წყალი რო აორთქოს, მე უნდა თქვენ ხო გაიარეთ მასალა როგორ გადადის ჩიჩახვში უკვე მომზადებული იმასთან ფერმენტთან ერთად და შეხდება მე ინვერსია ჩიჩახვში და აი უკვე ხდება ინვერსირებული სეროფი ხო უნდა მიიღოს ფუტკარმა ხო უნდა დაშალოს რთული შაქარია რა მარტივ შაქრება და აქ ერთი-ერთზე როცა არის მომზადებული უფრო კარგად ხდება გაღიზიანება ამოქმედება ამ ზედა და ქვედაყბის ჯირკვლებისა და ამიტომაც არის რომ მიღებული სეროფი თავის მიზანს აღწევს რომ დედაში იწვევს კვერცხის დების ინსტინქტის გაძლიერებას. ძალიან ბევრჯერ მიხვალთ მაღაზიაში, შეიძლება მაღაზიაში არა და ვიღაცა კერძო მეფუტკრეები დავუშვ საუბარში, რომ დედის მისაცემად უნდა მივცე ახლა ანტიბიოტიკის სეროფში, ვისა რომ კვერცხის დება მოუმატოს, ეგ არ არის სწორი გამოთქვა. აი არ დაიჯეროთ, არ არსებობს ქვეყანაზე ისეთი პრეპარატი, რომელსაც შეურევს სეროფში და დედა კვერცხის დებას მოუმატებს. რატომ უბრალო მიზეზის გარეთ თუნდაც ჯერ ეს დავასახელოთ, რომ ჯერ ერთი რომ პრეპარატი იმიტომ ირვა სეროფში, რომ პრეპარატმა თავისი დანიშნულება უნდა შეასრულოს, უნდა მოუსპოს ის მიკრობი, რომლის საწინააღმდეგოდაც შეურიეთ ეს წამალი, ხო სწორია? მაგრამ ამას ითვისებს ვინ? ძიძაფუტკრები, ხო, ამ სეროფის ათვისება ხდება. ძიძაფუტკრები არიან ზუსტად ჩვენ მიცემული სეროფის გარდა შემოტანილი ნექტრის გადამმუშავებელი
ესე იგი ინვერსიას თუ ატარებს რთული შაქრისას მარტივ შაქრებად ხო სწორია ამიტომ დედაში არასოდეს არ ხდება ის პრეპარატიანი სეროფი არ ხდება და ეს ტყუილია მაშინ რა იწვევს დედაში კვერცხისდების მატებას ფუტკრის მიერ გაღიზიანებული როდესაც არის აი ეს ისა ქვია სეროფით და ამოქმედება საცვლელი ჯირკვლების სანერწყვე ჯირკვლები და მთელი ორგანიზმი რო არის ჩართული ამაში არა აი ეს შიდა ტემპერატურის აწებას შეეძლებს და ბარტყის უფრო უზრუნველყოფილია ტემპერატურული ფაქტორი და რაღაცა აი ზუსტად ეს იწვევს დედაში კვერცხისდების მატებას თანაც რა იწვევს როგორც აღნიშნე ცის გამომუშავება როდესაც ხდება ამ რძით კვებავენ როგორც ბარტყს ასევე დედა ფუტკრას და დედა ფუტკრისათვის რძის მაგვარ ნივთების მიწოდება არის სტიმული კვერცხისდების დასადებად